მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ სანდრო კალმახელიძე და თქვენ უყურებთ სანდროს გარას. ეს არის ჩემი 126, უნდა განვაბაჟო ეს მანქანა და როგორც იცით გადის კლასიკაში, ანუ 40+-ია, 83-იანი მანქანა და გამბაჟებას უწევს სადღაც კუბატურაზე არის ლარი რა, 5-დან 0 ხო არის და უწევს დაახლოებით 5000 ლარი და მერე ზევიდა კიდე ნომრები და ის ჩავიდეთ და იქ ვნახავთ უკვე რამდენი უწევს რა. ამ ვიდეოში წავალთ რუსთავში, განვაბაჟებთ ამ მანქანას და ყველა პროცესს დაგათვალიერებინებთ, რაც უნდა გაიაროს ამ მანქანამ გამბაჟებისას და გაფორმებისას. ასევე ამ ვიდეოში გვექნება ამ მანქანის ტესტ დრაივი, ისტორიის მოყოლა, რაც ვიცი და რაც მოვიძე ამ მანქანაზე და რა ვიცი, კაი საყურებელი ვიდეო უნდა გამოგვივიდეს წესით რა, დრონებიც გვექნება, ვიდეოებიც გვექნება და ყველაფერი ამ ვიდეოში უნდა იყოს. აი უნდა დაждეთ და ესე უყუროთ, დათქმეთ ამ ლეგენდით რა. როგორ მომენატრა, რა ნომრები ავიღო, აბა დამიწერეთ კომენტარებში, რა ნომრები მოუხდება ამ მანქანას. აბა გადავქოქოთ ერთი. ამას შეხედეთ. საათივით, ერთი კვირა არ დამიკოქია, შეხედეთ. საათივით. წავედით. წამოვედით, ჩვენიერი მზიანი დღეა დღეს. ქალაქის გავლით წამოვედით რუსთავში, მაგრამ ქალაქში საცობია. საცობი კიდე ყოველთვის მაგრად ეხავს, რამით უმეტეს ესეთი მანქანით წადი. ბიჯო! ავტობანი უკვე ამისია. მე ვერას მიდის როი. მოაგრა მიდის რაღაცა. ბებერი, ნახე. ჩამოვედით მომსახურების სააგენტოშიც და იმედია დიდი რიგი არ დაგხვდება, იმიტომ რომ მალე უნდა განვაბაჟო ჩვენი ბებერი და გავაგრძელოთ გზა. თან მაგრად მაინტერესებს რა დამიჯდება ამ მანქანის გამბაჟება და მე მგონი მაგრად გაგვიმართლა, რადგან ძალიან ცოტა ხალხია. გაბზიალებული კი მყავს მანქანა. 4 მანქანიანი რიგი მოგვიწია, მაგრამ მალე გავარა. აი, ესეც ჩვენი საბუთი Mercedes-ის. იმედია ზედმეტი არაფერი დაჭირდება. ნახავთ ახლა. ახლა შემოვედით აქ დათვალიერებაზე და მოგეთ ამ მანქანებს აქვს 2 ვინ კოდი რა. ერთი ევროპული ბაზრისთვის და ერთი ამერიკული ბაზრისთვის. ამერიკას სხვანაირი რეგულაცია ქონა და აქ სხვა ვინ კოდი აწერია. შუა დაწყება და შუა აქვს სხვა დაბოლოება ერთი აქვს და იქ სხვა და მაღაზია გამაჩერეს ახლა აქვს გავარდა. იმედია ექსპერტიზა არ მომიწევს ახლა და ის თორე 2 დღე დამრჩა მგონი გამბაჟებამდე და თან კიდე მაგრამ ეზარება ჩამოსვლა. იმედია გავუძვრებით ესე მარტივად. არა და ემთხვევა კაცო ყველაფერი ChatGPT-საც ვკითხე და ამოვაგდე ფაქტ რა ვინ კოდებს ორივეს და შეხედეთ თქვენც მიხვდებით უკეთესად რას გულისხმობ. 2 ვინ კოდი აქვს ამებს ყოველთვის ერთი იქ ერთი აქ. 2 ვინ კოდი კი არა დაბოლოება ერთი აქ უბრალოდ განსხვავება არის იმაში რა ფორმატში და იმედია ესენი მიხვდებიან მაგ ყველაფერს. არ კვიეს, ხან უფროსთან გადარეკეს, ხან ალბათ ინტერნეტში ეძებეს და ბოლოს 9 საათის შემდეგ გამოვძვერით ყველაფერი რიგზეა. წავედით ახლა ფული გადავიხადეთ. ჯანდავა მოვიდა, ჩაქრა, ვარგენში ჩავაგანა და ჩამექრა. ჰავა დაკოგე. სემინარდირი. შვიდობით მოვედით, იქაც გამოგვატარეს, ვინ კოდს ყველაფერი წესრიგში აქვს, ახლა ნომრები უნდა მოხსნა. მოდი მოხსნათ. ესეც Mercedes-ის გამბაჟების თანხა 6200 ლარი და ეს არის ნომრების გარეშე. ნომრები წავიღეთ, აგერ არის ნომრები. აბა რა ნომრებია თქვენი აზრით დაწერეთ კომენტარებში. კეთინო 499. გაიგე? რა ეულად დგას ჩემი მანქანა, შეხედეთ, ხო თავისი შთამომავალი უდგას წინ. აბა როგორი ნომრები მივეცით? მე მგონი მაგრამ მოუხდა, რა სიტყვით? 126 სანდროს გარაჟი. მაგარია. ჩემი აზრით მოუხდა. თან ნახე ესეც როგორი თავის ფერში წავიდა Mercedes-ის სანომრე რა. ეხლა ჩვენი შემდეგი მისია არის ამ მანქანის ტესტ დრაივი, პლუსების მოყოლა, მინუსები ჯერჯერობით არ ვიცი, ისტორიის მოყოლა და თქვენთვის უკეთ გაცნობა რა. წავედით აბა, let's go.
და მე მგონი დროა უკვე ამ მანქანის შესახებ ყველაფერი დეტალურად მოგიყვეთ. ამ მანქანის საჭესთან რომ ვზდები, პირველი შეგრძნება რაც გაქვს ისაა, რომ არ გძაბავს საერთოდ რა, აი გაზის დაჭერაზე არ გთხოვს. არ გთხოვს რომ სწრაფად წახვიდე, არ გეჩქარება არსად რა, აი დინჯად მიდიხარ აი ესე ჩვეულებრივად. ქალაქის ესეთ იმებს ორმოებსაც გემივით გადადიხარ, დაკიდებაც ძალიან რბილი აქვს, მაგრამ არც ისეთი ძალიან რბილი, რომ აი აქეთ იქით ირწევდე რა, ეგეთი რბილიც არ არის. თავისი პატარა სიხისტეც აქვს და სირბილეც აქვს ზომიერად. ძრავის ვიბრაციაც არ იგრძნობა სალონში, აი რო ჩერდები საცობში, მაშინაც ძალიან მშვიდად მუშაობს, თან გარბენიც ხო აქვს უკვე თან ძველი ძრავია, მაგრამ რა ვიცი, ძალიან მშვიდად, წყნარად ერთ ტემპში მუშაობს ყველაფერი რა, რაც შეეხება კოლოფს. როგორც იცით 4 სიჩქარიანია, ზოგისთვის ეს მინუსია, ზოგისთვის არ აქვს მნიშვნელობა. ნოდარძიას რო ვკითხე და რო ვკითხოთ თქვენს, აი აქამდე ყოფნის 4 სიჩქარე. მე მგონი მაინც მეხუთე რო ქონდა, შეიძლება უფრო ეკონომიური ყოფილიყო რა. საჭეც ისეთია, აი სუბუქი სამართავია, ძალიან ისე არ მოხდება რა ტიტანიკივით. მანევრირებადიც არ დააჭერ, აჰა, რო დააჭერ მიდის ეგრევე. რო გჭირდება მიდიხარ რა. მაგრამ არ ითხოვს, აი ჯობია ესე იარა წონარად. წონარად უბერო და ხო ხედავთ როგორ გადადიხარი იმას ორმოებზე. სულ პლუსებს რო ვლაპარაკობ თითქოს ალბათ რომ თავისი მანქანაო და მაგიტო. მაგრამ ბევრი მინუსი არა აქვს ნახდად რა. ერთადერთი ხა მანქანა არ არსებობს რომ მინუსი არ კონდეს. მინუსი არის წვა ალბათ მაინც, იმიტომ რომ 5-დან 0-ია. უკვე მესამე დღეა ზედიზედ 100 ლარისას ვასხავ. გამოდივარ აქვე 100 ლარის ჩავასხე. მეორე დღეს გამოდი აქვე 100 ლარის ჩავასხე. რა იყო მეთქი რა ვერ გეხო. კიდევ ერთი მინუსი ჩემი აზრით არის ის რომ აი ეს საჭე მაგალითად ძალიან დიდია რა, ძალიან მრგვალი და დიდია და ჩემკენ არის გამოწეული რა, როგორც ვიცი ყენდება აქ ისეთი რომ იმოძრაოს წინ უკან დაყენდეს და გაცია რა, მე მაგალითად გრძელი ხელები მაქვს და არაკომფორტულად ვარ, იმიტომ რომ ჩემკენ არის, მაშინ ძალიან უკან უნდა გავიწიო და საჭე არის ძალიან დიდი ჩემი აზრით და ცოტა ძალიან მრგვალი ახალ მანქანებზე რო არ მიჩვეული, ალბათ მაგიტომ მეჩვენება. აი საჭეზე ამას გულისხმობდი რა, ძალიან მრგვალი ფორმა აქვს. და ძალიან ჩემკენ არის გამოწეული, აქ პატარა კნოპკაც. ესე გავუკეთებ და წინ მიიწევა რა. ასევე მინუსი შეიძლება ითქვას ის არის, რომ სალონში ეს ტყავი შეიძლება ძველი როა, მაგითო რა, აი ცოტა ჭრაჭაჭრუჭუნი გავუდის რა, ჭრაჭაჭრუჭი გავუდის ცოტა სალონს და ეგ ალბათ ან დასატენიანებელი, ან ძალიან გახისტებულია, ეხლა კი რბილი არის ძალიან, მაგრამ მაინც ამდენი ხის მანქანა როა, მაინც ცოტა არაფრის ხმა არის მის გარედან, ისმის მარტო შიგნით აი პატარა გადასვლებზე აი ესეთი რაღაცა ჭრაჭუნები რა, ცოტა პატარები და ალბათ ეგ მოგვარებადია და უკვე წლოვანების ბრალია. კიდევ ერთი მინუსის თქმა ისიც შეიძლება სულ ჭირდება ალბათ რაღაც ხელის შევლება პატარ-პატარა, მაგრამ ეგ რამდენად მინუსია არ ვიცი, უფრო ალბათ დროის ამბავია რა. დღევანდელი მანქანები რო ნახო 40 წელს მერე ხელის შევლება კი არა, საერთოდ აღარ იქნება ალბათ ცოცხალი. აი მეგობრებო, იგივეს ხედავ ხა მე აქ რომ მზივარ, რასაც თქვენ ხედავთ. მოგწონთ W126-ის მართვა. რა კაი BMW მიდის წინ, გამარჯობა. ეს ფერი მაგარი იყო რა. დაუვაბ გონოლდ. ვაიმე ვერ ვაჩერებ. რა არის, რა გზებია. არა მაგარი მანქანა, ნახე მაგარი. ოპა მე მგონი მართლა M5-ია ბიჭო. აბა წავიდე აბგონი. ლაშა, ძალიან არ გაუთმომდი ლაშა. დაიწვა ბენზინი. ვაიმე, როგორი თამამია საჩადის, ლაშა ძალიან გაუთმობდები. მე დაავა. ვიდი ვასწრებ. ვიდი ლაბო. არა გვეღარ ვასწრებ. ვაიმე, ლაშა არ გადავარდეთ, ლაშა. ახალ მანქანაზე რო ვარ შეჩვეული. აი არ უხდება ეგრესი არ რა ეხა. თიქოს იმენა რას მიშვებიო გეუბნება მანქანა ნელა იარე. მოსიგიზისო უკანო და დინჯადი არეო რა. დასწორებს. რა სიტყვით მეგობრებო მოგწონთ ეს საჭე? თქვენი აზრით მოუხდება ხის დეტალები რო გაუკეთო? რაგრას ესეთ სალონის ინტერიერში შეიძლება კარგად ჩაძდეს რა. ხის დეტალი ამაზე ცოტა რეტრო სტილს მისცემს. ეხლა ჩვენ მივიდივართ საბადურებში, უნდა გადავიღოთ ლამაზი კადრები.
გადმოვიარეთ ჩვენ ცოტა ცივი და ისევ თოვლიანი საბადურები და ჩამოვედით ამ ულამაზეს ადგილას. არის ესეთი სწორი ადგილი გარშემო ულამაზესი ხეებით. აი ეს არის ადგილი, სადაც უნდა მოხვიდე, ჩართო კარგი მუსიკა, დაждდე საჭესთან და იარო და იკაიფო, ოღონ სწრაფად არა. ისე რა, ზომიერების ფარგლებში. ეს არის ეგეთი ადგილი. რაც შეეხება ჩვენს მანქანას, ჩვენს W126. სანამ ამ მანქანას გამოუშვებდა Mercedes-ი, სოფლიო ცოტა იცვლებოდა მანქანაშიც უსაფრთხოების ნორმებიც, უმჯობესდებოდა და Mercedes-მა გადაწყვიტა W116-ის შემდეგ გამოეშვა ახალი S-კლასი, სახელწოდებით W126. დიზაინი ეკუთვნის ყველასთვის ნაცნობ ბრუნო საკოს, რომლის ფილოსოფიაც ამ მანქანაში იყო უყუდავი დიზაინის შექმნა. სწორედ ამიტომაც ეს მანქანა დღესაც კი არ გამოიყურება მოძველებულად და აქვს ესეთი ძალიან მაგარი ვიზუალი რა. ამ მანქანის ერთ-ერთი კიდევ და ძალიან მაგარი ინოვაცია იყო აეროდინამიკა რა. მაშინდელი დროით ამ მანქანის აეროდინამიკა იყო 0.36 CD. ზუსტად ამ ფორმების დამსახურება იყო ის, რომ ამ მანქანას ჰქონდა კარგი აეროდინამიკა, რომ შევადაროთ დღევანდელ რეალობას. Tesla Model 3-ს მაგალითად ჩემ მანქანას ელექტრომობილს ხო კარგი აეროდინამიკა აქვს და მისი კოეფიციენტი არის 0.23. ანუ ამ მანქანისთვის იმ დროს ეს კოეფიციენტი ძალიან მაგარი იყო თან ბიზნეს კლასისთვის და ლაქშერი კლასისთვის. თან წინა მოდელთან 116-თან შედარებით ეს მანქანა კიდევ უფრო ჩატე გახადეს დაახლოებით მე მგონი 100 კილოგრამით და კარგი აეროდინამიკა, უფრო ნაკლები წონა, სამართავად ბევრად სახალისო მანქანა იყო და ბევრად კარგ შეგრძნებებს იძლეოდა რა. ეს მოდელი სხვადასხვა ძრავებით გამოდიოდა, იყო 6 ცილინდრიანიც, იყო 8 ცილინდრიანიც და იყო დიზელიც კი გამოშვებული რა. თავიდან 85 წლამდე გამოვიდა 280, როგორც მახსოვს, 380 და 500 იყო ამის ტოპ ვერსია. მერე უკვე რესტაილინგში გამოვიდა 260, გამოვიდა 420, გამოვიდა 500 და 560 იყო აი მაქსიმალური. 560 რესტაილინგში აი ძალიან ტოპ ვერსია იყო და როგორც ამბობენ, სიარული ბევრად მაგარი აქვს რა, ვიდრე 500-თან, რა თქმა უნდა 420 და 380. ეს ჩვენი არის არა რესტაილინგი, არის 83 წლიანი და 500 სელი. სელი რას ნიშნავს? ეხლა წამოდით და განახებთ. აი მეგობრებო, რას ნიშნავს ლონგი? ხედავთ რა სიგრძეა? და განსხვავება არის უკანა კარში. აი ეს კარი არის უფრო გრძელი ჩვეულებრივთან შედარებით და გრძელი არის იმიტომ, რომ იყოს კომფორტული. უკან დასაჯდომად და ვისთვის იყოს? ჩვენი უფროსისთვის. 90-იანებში აი ვინც ესე აქ დაჯდებოდა, გამიყვანე რა Wall-Street-ზე. ამას ეთყოდა, მე თავის სიგარას გააფუილებდა, აქ ჩააფერფლებდა და იქნებოდა ბოსი. მე თავის მდივანთან ერთად ესე აქ ჩაუწევოდა, ესე და შამპანიოზაც დალევდა. აი ეს არის როგორი ჩასაჯდომი, იცით? აი წარმოიდგინეთ რამე ძველებული სახლი 90-იანებში ვისაც ფული ქონდა და სახლში რო ედგათ, აი ტყავის მაგარი ფუშფუშარბილი ჩასაჯდომი, ხო იცი, რო შეხედავდი და წინ ვისკი რო უნდა დებულიყო უეჭველი და რაღაცნაირი ესე ოქროსფერი რო იყო თან რა, ეგეთი ჩასაჯდომია ზუსტად ძალიან რბილი და ძალიან ლაქშერი ვიდით რა. მას მიყური ერთი ფარდა მინდა ეხა და ეგ არის რა. ეხლა კი მე ვაღებ ამ კარს, მაგრამ იმ დროს მძღოლი ვიღებდა რა, ესე გადმოდიოდა და ასე ჩამოვართმევდა ვიღაცას ხელს და აი დრო იყო რა. ამ კარის ხმაი ცალკე მუღამიანა. შეხედე რა ხმა. ხარის მაგარია. წინაც იგივენაირად კომფორტული დასაჯდომია. რა თქმა უნდა ელექტროსავარძელი, რომელიც თავისუფლად და ჩვეულებრივად მუშაობს, ლუკი მეგობრებო, რომელიც ასევე ელექტროა და ესეც შეუფერხებლად მუშაობს ახალი მანქანებისგან განსხვავებით. სარკე, რომელიც ასევე ელექტროა და მუშაობს, ცოტა კი ნელია, მაგრამ მუშაობს ასევე. ანტენა უკან, რადიოსი, აი ცალკე ბაზარია და ცალკე მუღამია რა. ეს რანაირად არ არის მაგარი, ეხა ვითხარით იმ დროს და მით უმეტეს ეხლაც რა. სხვადასხვა ეს ბამპერები ამერიკული ვერსიის 4 კარიანზე უფრო მომწონს რა. კუპეზე არის ვიცი ჯერ რომელი უფრო მომწონს, მაგრამ ამაზე აი ეს გამოწეულები როა, უფრო მაგრად მევასება და ეს ნიკელები ხო ხატავს რა, მას ვაპრიალებ ხოლმე, აი ესე ხეხავ იმის მერე და მე რევცებ წვიმაში გამოვდივარ. დისკები რა ვიცი, დისკები რა თქმა უნდა მოუხდა. სიარულში კიდე აი ვიდეოში იმდენად არ აღიქმება რა, სიარულის კადრები სადაც ზის,
აი მან მიხვდებით თქვენს როგორია და რა მაგრად გამოიყურება. მეგობრებო, ჩვენი 126-ის განხილვა გრძელდება და გამოიწერეთ ჩემი გვერდი და დააყენეთ აუცილებლად ზარზღილაკი, რომ ასეთი ვიდეოები არ გამოგცეთ, ასევე დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ჩემს ვიდეოებზე მოგწონთ თუ არა. მანამდე კი ჩვენი განხილვის გაგრძელება უნდა ჩვენს მოწვეულ სტუმარს რა. მოგზავნით, მეგობრებო, ცნობილი მანქანების ბლოგერი და განხილველი ლიკა ჯორბენაძე. რას გვეტყვი რა ჩვენ 126-ზე რა მოგწონს, რა არ მოგწონს, რო გითხრა. ჩვენი 126-ზე ძალიან მომწონს, მაგრამ აი ორ რაღაცას დავამატებდი რა, ცოტას დაუწევდი მანქანას. რა იმას პასად კაცված არა? ხო. და საბურავებსაც გვერდებში გამოვწევდი. უკანა საბურავებს ცოტა უნდა გამოვწევა რა. ამ ბოლტების შეცვლა კი დამოუწყდა ჟანგერინი ბოლტები მეკენია. ეგეც უნდა და იქნება 10-დან 10. კი არა? და ეს დისკები უხდება? დისკები მაგრად მოუხდა და ხალხმაც დააფიქსირა ეგ აზრი კომენტარებში. შენ ასე თქვი მოგწონს ეს დისკები, ხო? მე მომწონს საანკეში. შვენიერი, აი შენი აზრით ეს ჯობია თუ კუპე? როგორ არა, კუპე ჯობია, იმიტომ რომ კუპე ჩემი იქნება გენცველი. Wait a minute. Who are you? ეს ახალია, სიახლეა ვიდეოში სურპრიზად მიკეთებ თუ რა ხდება? არა, ეს დავიდა მე ვიცოდი. არა, არაფერი მეგობრებო, რაღაცა სიტყვება. დავიდა მე ასე იყო და ეგრე იყო. მე ესეც მომწონს, ისიც მომწონს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რომ იმით, ნუ კივი არა, მაგრამ ჯერ ისეთი გაკეთებული არ მივлия როგორც უნდა იყოს. ხო, არა, ის იქნება, რაც იქნება. ხო, ეს პერსა. შენ ლონგი მე კუპე. შევთანხმდით? იმასლარს კიდე 50-ზეიდან დაამატებ და სახში ამომიცუნცულებ ხვალე, გაიგე შენი პეკეტი. კიდე რას გვეთქვით მეგობრა, რომ აი წინაცხვირი უფრო მოგწონს თუ უკანა მხარე? ორივე ლამაზი აქვს რა, ვერ გამოვარჩევ მე პირადად. მე მეც ვერ ვთქვა, მაგრამ უკანა მხარე ძალიან მომწონს, წინაც მომწონს რა. წინ მგონი რაღაც ფარებს შევცვლები, არა? არა, რატოც. აი ეს ყვითელი ტუმანიკები მომწონს რა. თან ტუმანიკები აი ხოც მე დავავანთებ ერთი წამ. ციცამ დეხლავ. აი. ეს მომწონს რა, საყოველად ანთებს და ნახეთ ან როგორ ხდება მზის ჩასვლას. ნიკელები მოგწონთ? ასე ქვემოთ? რომ საჭესთან დაჯდომაზე რა შეტ. გამიჩნდები უპრობლემოდ განსვალე, მაგრამ მანამდე გამოიწერეთ სანდროს არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი, რომ არ დამოგხსნათ შემდეგი უმაგრესო ვიდეოები. აი მეტი რაღაც დავამატო, ეს ადგილი მოგწონს, ხო? მე რა ჩააჯირო, ხო? აჰა, კი, ამიტომ წავედით. მოგზავნით. აი მე ცოტას ნერვი ვიყო პირველად ჯდება. არა, ჩემ ამ მანქანაზეც და პირველად. არ დაგხვდო. მე მგონი დავიხ. მაგრა ატარებს მეთქი და. Oh my god. Why. შეუბერე ლამას. მოდი გავიკეთოთ აუცილებლად. ჩავას არ მომწონს უკვე ღოციკეთ. რატომ გონია რომ მანქანაზე პირველ ვშდებ? ავედით და აბა წამო გაგასეიდო ჩემოსიაყარე. ის ჩამეყონდა რა. არ არის პრობლემა. ეს ხო როგორ და ხორბილი. გემივითარი რა, შენ როგორც გიყვარს ხოლმე თქვა. ხო არის, ეს უკი ხوار დავხუროთ რა. კი, ცოტა თავი გამეყინა. და როგორი ლამაზი გზა გოგწი? აი რა შეაფასებდი ხა? რა აქ ტესლას რაც ამასაკ. ბიჭო, პირველ რიგში რასაც ვიტყვი არის ის, რომ როგორც კი მანქანაში ჩავჯაქი, აი ხომ ზე ჩადის რაღაც ტყეში გვართ, ხო რა ლამაზ გზაზე ვართ და ტესლადან ვაფშე სხვანაირი ის მოდიოდა რა ამ გარემოსი და ამაში რომ ჩავჯაქი ეგრევე მეგონა რომ რაღაც აი 90-იანი კალიფორნია დრიმენ 80-იანებში და 90-იანებში გადავედი ხო და აი სულ სხვანაირად ჩანს რა ვინტაჟური გარემო ჩანს ეგრევე გარედანაც რა. თან მანქანას გრძნობ რა. მანქანაც რავი ეს საჭეც ძალიან ისეთი აქ აი ეს გემრიელად. რავი რა მე პირადად ერთი ახალი მანქანა, ერთი ძველი მანქანა. ეგ არის რა, აი ნახე ხა აქ რო ჩვეულებრივი მანქანით იყო რეალურად ვერ кайფობ იმ სილამაზით რაც არის რა. აი სილამაზე ხა არის თაკ აი მანქანა. ეხა просто YouTube-ი დაგვიბლოკავს კაი სიმღერებს, თორე აი ხა ქოეს რამე ძველი ან Led Zeppelin-ი ჩართული, ან Pink Floyd-ი ჩართული და უბერავდე აი. ფონია კიდევ ჩართული და სხვანაირადაც. აუ აი ეგ არის სასწაული რა ესეთ გზაზე. ტესლაზე ლიკა შეეჩვია სიარულს, მაგრამ ციკლასი რო გავყიდეთ, ცოტა გამბერას და რა. რატომ გქონდა ციკლს?
C-კლასი თავისი ხმის გამო მომწონდა. Mercedes-ი მაინც Mercedes-ია, მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში რა ხო მართალია. ეგრე, მაგრამ Tesla ყოველდღიურობისთვის ხო არა, კაი. Tesla ყოველდღიურობისთვის კარგია, მაგრამ ნუ ამ ძველ მანქანას და ხმიან მანქანას სულ სხვა მოგამია. ვერ ჯობია მართალია. არ გადაადრიგინო. რბილია მაინც. აი რადიოა. გული გაკუშ. რადიოა, მეგონა რამე გააფუჭა. მოკლედ მეგობრებო, აქ და ახლა ამ მანქანას რო უყურებთ, სულ სხვანაირი შეგრძნებები მოდის რა. რეალურად რო უყურებთ, ეს არის 40 წელზე მეტი ხნის ბებერი მანქანა რა, მაგრამ რეალურად არ გზნობს ეს მანქანა ბებრად თავს და იცით რატომ არ გზნობს? იმიტომ რომ ეს მანქანა თავის ძორზე შექმნეს ინჟინრებმა, ეს მანქანა თავის ძორზე შექმნეს დიზაინერებმა. არა მარკეტოლოგებმა, რომ ეს მანქანა შეეფუთათ და მაქსიმალურად დიდი რაოდენობა გაიყიდათ რა. ეს მანქანა შექმნეს იმიტომ რომ 40 წლის მერე ეხლა ზუსტად აი ესე მდგარიყო ესეთ მდგომარეობაში და ახლაც ისე გამოიყურებოდეს როგორც მაშინ იყო რა. ამ მოდელში ყველაფერი არის ნამდვილი რა, ყველაფერი არის ხარისხზე ორიენტირებული. აი ეს ძიმე კარი, შიგნით ეს ხმის იზოლაცია, სიჩუმე, სალონის მასალები, ყველაფერი მაშინ იყო ხარისხზე ორიენტირებული. ეს დეტალები რაც ახლა ჩამოვთვალე, ისეთი დეტალებია რაც ახალ მანქანებს ნელ-ნელა აკლდებათ. ტექნოლოგიურად კი უფრო წინ არიან მანქანები დღეს. კიდაც კომფორტით, კიდაც ელექტროობით, კიდაც სისწრაფით, მაგრამ აი ეს შეგრძნება რაც ამ მანქანას და ამ სლოვანების მანქანებს აქვს. აი იმას გულისხმობ, რომ რაღაცა მექანიკურ შიზიხარ და რაღაც თავისით იმართება. ახალ მანქანებს აღარ აქვს. 126 არ ცდილობს, რომ რამე დაგიმტკიცოს, რა არ ცდილობს, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცოს. არც იმას გიბიძგებს, რომ გაზ დააჭირო და სწრაფადია, რომ არც 0-დან 100-მდე წამამსიფრის, მაგრამ გეუბნება, რომ იარემ 7-დან და ისიამოვნე. და ყველაზე მთავარი რა, ეს მანქანა არ არის მარტო ტრანსპორტი. ამ მანქანას აქვს ხასიათი, რასაც ციფრებში და ცხენის ძალებში ვერ გაზომავ. რეალურად კიდევ ერთხელ რომ შევადაროთ ეს ახალ მანქანებს, კი აქ არ გვაქვს ეკრანები, აქ არ გვაქვს ისეთი ელექტროობა და კომფორტი, მაგრამ ერთი რაც სიმართლეა, ამ მანქანას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კომფორტულად გადაადგილდე და ისიამოვნო. ძალიან მაგარი ვიზუალი აქვს, რომელსაც ყველა ამჩნევს. კომფორტი აქვს, სირბილე აქვს, შიგნით სიჩუმე აქვს, ხმის კარგი იზოლაცია აქვს. სისწრაფეც რაც სჭირდება აქვს და აი მეტი რაღა უნდა ქნას ამ მანქანამ. შეიძლება ახლა რასაც მე ვლაპარაკობ, ყველამ ვერ გაიგოს და არც არის საჭირო რომ ყველამ გაიგოს, მაგრამ ერთხელ მაინც თუ დაждდებით ამ მანქანაში და გაატარებთ, მიხვდებით რასაც ვამბობ. ეს არ გეგონოთ ისეთი მანქანა, რომლებიც ეხლა გამოდის, რომ ყიდულობ და უბრალოდ უნდა იხმარო და მერე გადააგდო და დაშილებში ჩააბარო. ეს მანქანა შეიქმნა იმისთვის, რომ დროისთვის გაეძლო. ზუსტად ამიტომაც 40 წლის შემდეგ ჩვენ აქ ვდგავართ და იგივე შეგრძნებებს ვიღებთ, რასაც 40 წლის წინ მივიღებდით ამ მანქანისგან. თუ გინდა ტექნოლოგია, სხვა მანქანა იყიდე, თუ გინდა სისწრაფე, სხვა მანქანა იყიდე, მაგრამ თუ გინდა შეგრძნება, 126 შენთვის არის. ეს არის ეპოქა, მეგობრებო, რომელიც ჯერჯერობით ისევ გრძელდება. მოკლედ, მეგობრებო, დღეს ჩემი 126 სედანის ვიდეო უკვე დასასრულს უახლოვდება და სიმართლე გითხრათ, უკვე ნელ-ნელა ვფიქრობ, შემდეგი რა მანქანა გადავიღო, არ ვიცი, დამიწერეთ კომენტარებში, აი, მართლა ვერ ხვდები შემდეგი რა მანქანა. აი, მინიშნებაც ესეთი უნდა დედაბუნებისგან. მე მგონი ისტორიაც გრძელდება, ჰა? აბა რა სიტყვით, მეგობრებო, ვის გინდათ ამ მანქანის განხილვის ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში, მინდა და ერთად გავაგრძელოთ ეს ისტორია. ეს არის мама, ეს არის შვილი. მოკლედ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი და დააყენეთ ზარზღილაკი, რომ არ გამოგცეთ ესეთი ძალიან მაგარი მანქანები და აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ აბა ჩემ ვიდეოზე, მოგეწონათ თუ არა.